საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ფოკუსს, მე ნინო მაჭარაშვილი ვარ. 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ გიგა ბოკერიამ მთავარი პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მთავარ პროკურატურას უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან კითხვები უწყების ვეთქმით, მისი უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში ამ აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით აქვს. გიგა ბოკერიას მიმართ საგამოძიებო ორგანოების ინტერესი ბევრისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ექს-პრემიერი ივანიშვილი ხშირად აღნიშნავდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა მხოლოდ 2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან 16 მილიონი უცხოურ ლობისტებზე პარტიული მიზნებით დახარჯა. ივანიშვილი იმასაც ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა და მას გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევდა. სახელისუფლებო გუნდის წევრები ჩვეულებრივ კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობაზე საუბრობენ, ნაციონალური მოძრაობა კი გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკური დევნის მორიგ გამოვლინებად აფასებს. ლეგიტიმური კითხვები თუ პოლიტიკური დევნა, სწორედ ამ საკითხის გარშემო ვისაუბრებთ დღეს ფოკუსში. გადაცემის პირველ ნაწილში ჩემი სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი გივი თარგამაძე. ბატონო გივი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. პროკურატურას აინტერესებს გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნად ყოფნის პერიოდში თანხების ხარჯვის საკითხი, ასე ვთქვათ. რატომ ფიქრობთ და თქვენი პარტია ასე ფიქრობს, რომ ეს არ არის, ვთქვათ, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური ინტერესი და აქვს რაღაც პოლიტიკური სარჩული? ანუ აქ ალბათ ფიქრიც არ არის არაფერზე საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ მრავალი თვის წინ მაშინ პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფმა სულიერმა ლიდერმა ოცნების პრაქტიკულად დაუკვეთა ეს დაკითხვა, რომელიც ახლა შედგა, ანუ მან მიცა დავალება, რომ განხორციელდეს დევნა გიგა ბოკერიას წინააღმდეგ, ვინაიდან მას არავინ არ ეკითხებოდა, ასე ვთქვათ, ლეგალურად პროკურატურა დაინტერესდებოდა თუ არა ამ საქმით. მან როგორც თლათ უფროსმა, ასე ვთქვათ, გასცა მაშინ დავალება. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს მისი, ასე ვთქვათ, ზოგადი ინსტრუქციაც, რომ მაშინ, როდესაც ვთქვათ, ძლიერდება ჩვენი რიტორიკა, მხილება, უნდა დააყენონ პროკურატურასთან რიგები, იმისათვის, რომ ჩვენ ეს შევიცვალოთ, ასე ვთქვათ, მიმართულება, რაც არ ხორციელდება და მათ აღიზიანებთ. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მე მგონი თვალნათელია საზოგადოებაც ამასაც შეაფასებს, რომ ეს დაბარებები არის ერთგვარი პასუხები იმ პასუხების ნაცვლად, რომლებიც გუშინ ვერ გაიცა ოფიცერ თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ახლა დაიბარეს გიგა ბოკერია, იმიტომ რომ თქვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმე გადაიწერა. მუშაობენ გადაფარვის რეჟიმში, ეს ჩვენ წელიწად ნახევარია. ამას ხედავთ, გუშინ ორჯერ ცადეს პასუხის გაცემა და ორივეჯერ ტყუილი თქვეს, სხვა კითხვებზე უბრალოდ აღარ გასცეს პასუხი და აი ეს არის ესეთი ტიპის პასუხებია. მაგრამ გარწმუნებთ, რომ აი ამ პროცესის, დაბარებების პროცესის პარალელურად ამ პასუხების გაცემა მოუწევთ, მაინც მოუწევს პროკურატურასაც, იმ პარლამენტსაც, რომელიც უმსგავსოდ იქცეოდა გუშინ წინ და რაც თავარია იმ დავალებების გამცემსაც თვითონ ივანიშვილს. ეს დროის საკითხია მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ სხვა მხრივ ახლა ბრალდებები გიგა ბოკერიას მიმართ, რომელიც ალბათ ყველაზე სკრუპულოზურად და პედანტურად უდგებოდა ყველა იმ საქმეს, რომელთან ჩემხებლობაში იყო, მე პირადად ღიმილის მეც სამგურეს. კი ბატონო, აი იგივე რომ გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის დაბარება პროკურატურაში დაკითხვაზე 10 საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, მაშინ პრემიერი იმასაც ამბობდა ღარიბაშვილი, რომ თუ ის არ ჩამოვიდოდა, მის წინააღმდეგ ძებნა დაიწყებოდა მასზე და ასე შემდეგ. შემდგომ იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, საკმაოდ კაცრი და მკაფიო და ამის შემდგომ უკვე მთავრობამ თითქოს, ასე ვთქვათ, უკან დაიხია, თქვა რომ სააკაშვილის გარეშეც განაგრძობდნენ გამოძიებას. როგორ ფიქრობთ, გიგა ბოკერია შემთხვევაში რა მოხდება, იქნება თუ არა, თქვათ, ასეთი მასშტაბური რეაქცია? რეაქცია უკვე არის, ამდენო ტერნერის განცხადება იყო, სენატორის, თქვათ, რამდენიმე განცხადება უკვე არის, იქნება ალბათ უფრო მეტიც. თავისთავად ახლა ჰაკიპაშა პატარა ადამიანია, არც ესმის არაფერი, ვერ ხვდება რა გარემოშია. თქვენი კოლეგები ბრაზდებიან, როდესაც მას ასე მოიქცეთ. ნუ ბრაზდებიან, ან აიძულონ ის, რომ გამოიძიოს ვინდადო ამ ნიკნეიმით ჟვანიას კადრები, ან გვაცადონ, რომ ვაძახოთ ეს სახელი, მანამ სანამ არ ვაიძულებთ, რომ გამოიძიოს. თუ საერთოდ არ გამოიძიებს, იქნება მუდმივად ჰაკიმპაშა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ის იმდენად უმწიფარია და საერთოდ არ მიესადაგება იმ პოსტს, რომელზეც არის, რომ
ჩვენ ვნახეთ, რომ ის მართლაც საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ პარტნიორ ამერიკელებს, რომ ესეთი შეხვედრა მოუწყეს მას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს უაინტერესებდა რა გამოიტანა თვითონ ჰაგიმ პაშამ ამ შეხვედრიდან. არაფერი არ გამოიტანა, როგორც მე აღმოჩნდა, მოიქცა ისე როგორც ავალებდა მისი მოძღვარი. კიდევ ერთხელ და ამას მოყვა შესაბამისი რეაქცია სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელშიც პირდაპირ ეწერა ის, რასაც ჩვენ მანამდე ვამბობდით, რომ ეს ადამიანი იყო, ქონდა მართლაც კარგი ვიზიტი, ჩვენ რაღაცები აუხსენით და მან ვერ გაიგო რა აუხსენით. ამიტომ კიდევ ერთხელ უმეორებთ და ისევ ეწერა გამეორებული იყო ის აბზაცი, რომელიც მისი ვიზიტის შემდეგ დაიდო. როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ გაიგო. ანუ ამათ რეაგირება აქვს რაღაც ყისერი იმ წუთას, როცა დატუქსავენ, შემდეგ უკან დაიხევენ, მე ისევ იქცევიან, იმიტომ რომ სხვა პრაქტიკულად შესაძლებლობა არ აქვს, ვინაიდან ისინი მოწყდნენ საერთოდ ნებისმიერი საქმის კეთებას, გარდა აი პოლიტიკური დევნის. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად ყველაფერი გააჩერეს. მე შევეცდები უბრალოდ თუ ცოტა დროს მომცემთ, რეალური მიზეზი ამისი ავხსნა, იმიტომ რომ რეალურად თავარი პრობლემა დღეს ალბათ საქართველოსი არის ის, რომ მიმდინარეობს ქვეყნის ოლიგარქიული მართვა იმპერების მიერ, რომლებიც პირდაპირ შემხებლობაში ამ საქმესთან არ უნდა იყვნენ. ანუ არაუფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირ ვთქვათ, პირველ რიგში ეს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ხმას გინდა პირველი მოქალაქე ეძახონ, გინებავთ ორმაგი მოქალაქე, როგორც არის ის სინამდვილეში, მაგრამ ის შემხებლობაში არ უნდა იყოს მართვას და ნებისმიერ თავის ინტერვიუში ამ პრესკონფერენციაზე ადასტურებს, რომ სწორედ ის მართავს ქვეყანას, იძლევა დავალებებს და ასე შემდეგ. და შემდეგ ეს ვრცელდება მთელს ვერტიკალზე, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ხო, მის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი აკონტროლებს ბიზნესს, ყალაძესთან ერთად არის მოლარე მათი პარტიის ქართული ოცნების, შემდეგ ბერა და ისევ ეს ორი ადამიანი აკონტროლებენ არაუფლებამოსილ ასევე ფარცხალაძეს, რომელიც აკონტროლებს თავის მხრივ სასჯელ აღსრულებას და პროკურატურას. თქვათ, მეორე ფლანგს თუ ავიღებთ ჩვენ ერთადერთი უფლებამოსილი, მაგრამ ძალიან პატარა ფიგურა არის ჰაგიმ პაშა და სხვა მხრივ მას აკონტროლებს ერთის მხრივ არაუფლებამოსილი ივანიშვილი, მეორეს მხრივ ასევე არაუფლებამოსილი მისი სიმამრი თამაზაშვილი. ესენი აკონტროლებენ შემდეგ ჯანყარაშვილს, რომელიც ასევე არაუფლებამოსილია, იმიტომ რომ არის სინამდვილეში დეპარტამენტის უფროსი და აკონტროლებს მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე ზეწოლებს, ეს ორივე ფლანგი აკონტროლებს როგორც ბიზნესზე, ასევე პოლიტიკურ ზეწოლებს. ამიტომ პასუხისმგებლობის მქონე პირები ამ მართვაში არ მონაწილეობენ. ამის გამოა, რომ თქვა, ყველა დონეზე ჩვენ ხვდებით, წულუკიანი იყო პარლამენტში და არაფერზე არ იყო პასუხისმგებლობა. თქვათ, რაზეც ეკისრება წესით. იგივე გუშინდელი ძიძიგურის განცხადება, ამხელა აქცია იყო რუსთაველი ადამიანების და თქვა, რომ ის არის მაჟორიტარი და ეს მას არ ეხება. ანუ არავის არ უნდა პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაიც არც მონაწილეობენ. ყველაზე ალბათ ტრაგიკული არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც საერთოდ ყველაფრის მიღმა დგას და არავინ არაფერს არ ეკითხება. მაგრამ ტრაგიკული რეალურად ქვეყნის მართვის სიტუაციაში არის, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შემდეგ ბოლოს წინა ადგილზეა თავის შესაძლებლობებით და უფლებამოსილებით საქართველოს პარლამენტი და როგორც მაგალითი ბოლო ორი დღე რო ავიღოთ ჩვენ, ხო? არაუფლებამოსილმა ფარცხალაძემ, რომელსაც თავად კიდე ბევრი როგორც ჩამოთვალე არაუფლებამოსილი პირი მართავს, პრაქტიკულად ორი დღე განსაზღვრა პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგი. ჯერ განსაზღვრა პლენარულ სხდომაზე, როდის უნდა გამოსულიყო მისი დავალებით ბესელია, რა უნდა ეთქვა და ასე შემდეგ. მეორე დღე საერთოდ განსაზღვრა დროის რა პერიოდში უნდა ჩატეულიყო კომიტეტი ბესელიასი, იმისათვის რომ მისი ვერსია გასულიყო, ასე ვთქვათ. ეს არის მთავარი პრობლემა. და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ვინც რაზე მინდოდა მისულიყავი, რომ იგივე სააკაშვილის პოზიცია აბსოლუტურად ადეკვატურია, იმიტომ რომ ის აცხადებს უარს არაუფლებამოსილი პირების მხრიდან მის დაკითხვას. თუმცა იგივე არაკეთებენ ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები. გასაგებია, მაგრამ კი ბატონო, ჩვენ მივყვებით ამაში, რომ არ იყოს ზედმეტი კითხვები, მაგრამ პრეზიდენტი
არის ყოფილი მიხეილ სააკაშვილი და აქედან გამომდინარე მისგან მეთვლი აბსოლუტურად ადეკვატურია, რომ ის ამბობს, რომ არ ემალება კითხვებს და კი ბატონო ღია პროცესზე ის მისცემს პასუხებს. ბატონო, თქვენ საუბრობთ ძალაუფლების რაღაც ვერტიკალზე, ასევე იმაზე, რომ გადაფარვა სურთ ამ ამბებით, კიდევ სხვა ამბების. ბოლო პერიოდში მართლაც ბევრი რამ მოხდა, ეს იყო კახა ბენდუხიძის დაბარება, შემდგომ ჟვანიას საქმის წამოწევა, სააკაშვილის დაბარება, გიგა ბოკერიას დაბარება, ნუგზარ ციკლაურის ცემის ფაქტი. პრაგმატულად რაში შეიძლება ჭირდებოდეს ეს ხელისუფლებას, ან როგორც თქვენ ამბობთ, იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლების მიღმა დგანან და მას აკონტროლებენ, იგივე არჩევნები მოდის, გასაგებია, მაგრამ კვლევებიც აჩვენებს, რომ ჯერ რაღაც ესეთი ტრაგიკულად არ აქვს საქმე, ასე თქვა ხელისუფლებას, რეიტინგის თვალსაზრისით არ არის რაღაც გრანდიოზული კლება და ასევე ველოდებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და წესით ეს უნდა გახდეს, ხომ? პრაგმატულად შემაკავებელი ფაქტორი ხელისუფლებისთვის. პირველ რიგში ალბათ ტრაგიკულად არ აქვს მათ რეიტინგის საქმე, რა თქმა უნდა, მაგრამ მომავალ არჩევნებზე ტრაგიკული ფიგურა ყავთ ფაქტობრივად წარმოდგენილი. იმიტომ რომ ხო იგივე ბოლო აირაის კვლევას თუ ავიღებთ, ესე იგი პირველ ადგილზე ხალხის წუხილის თვალსაზრისით არის სწორედ ინფრასტრუქტურული თემატიკა, ანუ ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ ნარმანია როგორც მინისტრი იყო სრულიად უნიათო მის დროს პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთდა საერთოდ და ეხა გუშინ ვთქვათ სარფში ფაშასთან ერთად დგომა და იქ რაღაცა წყალში ჩაყრილი ბეტონზე ლაპარაკი ამ რეიტინგს ვერ ამოწევს ეს ბუნებრივია ჩვენ მას ვარაუდობდით რომ ასე ვთქვათ პონი იყო ჩვენი კონკურენტი პონის რაღაც ალბათ კვიცია კიდე უფრო და უფრო პატარაა ვიდრე ჩვენც კი გვეგონა მისი განწყობა ცნობილია მის მიმართ განწყობა თბილისელების აქედან გამომდინარე ამ მიმართულებით მართლაც ბევრი სიძნელი აქვს მაგრამ გარდა ამისა არსებობს ალბათ ყოველდღიურობა ხო რომელშიც ეს ადამიანები უნდა ჩანდეს როგორ მუშაობენ, რას აკეთებენ. არ შეიძლება წელიწად ნახევარი თქვა პირველი წელი შეიძლება იძახო რომ კოჰაბიტაციაა და რაღაც ხელს გვიშლის და რაღაც ვერ ვაკეთებთ. მაგრამ იმის მერე ნახევარი წელიწადი გავიდა და არავის არ უნახავს მათი შექმნილი რაიმე რომელიმე მიმართულებით. კიდევ ერთხელ არც ერთი ნულია მათი მუშაობა და ამ დროს რაღაცა ხომ უნდა ჩანდეს იგივე საინფორმაციო სივრცეში და ჩანს მხოლოდ და მხოლოდ აი ეს მხოლოდ და მხოლოდ დაბარებები რა სჭირდებოდა თქვა ჟვანიას საქმეს რომ მივყვეთ ხო წინა საარჩევნოდ ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდეგ ყველა არჩევნების დროს ეს თემა გამოიყენეს ეხაც იყენებენ თან პარალელურად თავისთავად ჩიხში შეიყვანეს იმიტომ რომ ესეც ამდენჯერ გაახმაურეს ეს თემა რაღაცა შედეგი საზოგადოება მოითხოვდა ბუნებრივია და ეხლა მიდის ეს კონვულსიური გზადაგზა თქვა შეკუწიწება ამ ყველაფრის მოით ესე ვთქვათ აი თქვენ სწორებ ბრძანეთ ბოლო ორ კვირაში მე მგონი იმდენი შეცდომა და იმდენი დანაშაული იყო რომ რა ვიცი ჩვენ 9 წელს ეყოფოდა ჩვენ მართლა რა 9 წლის განმავლობაში შეცდომები დავაგროვეთ წელიწად ნახევარში გადაგვასწრო ამ ხალხმა უკვე და აი ზორმაგის სტანდარტით თუნდაც ხო ფოტოებზე დაყრდნობა ექსპერტიზამდე აღმოჩნდა რომ შესაძლებელია პროკურატურის განცხადებით ჟვანიას საქმეში და ადამიანის დაკავება ექსპერტის და ფოტოებზე დაყრდნობა ექსპერტიზამდე პროკურატურისვე განცხადებით აღმოჩნდა რომ მიუღებელია ოფიცერ თათუხაშვილის საქმეში ესე იგი გულგრილობის და იმის გამო რომ დავალებული ქონდათ არ დატოვება მარტო ობიექტის დასაცავის ჟვანიას შემთხვევაში აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის რომ მისი დაცვის უფროსი და დაცვის წევრი დაეკავებინათ ხოლო ოფიცერ თათუხაშვილის შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკმარისი რომ უბრალოდ ეკითხათ მაინც იმ მოწმეთა დაცვის პროგრამის განმახორციელებელ ოფიცრებისთვის ან ეს ადამიანი რა იქნა, რატო გადაწყდა რომ მან მოარი თქვა რა ხან გაქრა, იქნებ მოიტაცეს, ხო? და ან რაიმე პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო ამ ხალხის, საერთოდ არ არის ამაზე ლაპარაკი. ანუ აი ორი კვირის მანძილზე ისინი აჩვენებენ როგორია მათი ორმაგი მიდგომები თვალში საცემად. ასე ვთქვათ, ამიტომ კიდევ ერთხელ აი იგივე ბოლო ორი დღის პარლამენტის მუშაობა აჩვენებდა, რომელსაც აკონტროლებდა ფარცხალაძე, ნამდვილად რამდენად კონვულსიურად ხდება ამ იმის მიღება გადაწყვეტილებების იგივე იყო სხვა შორის ექსპერტ ჩაჩვასთან დაკავშირებით, როდესაც ის გამოუშვეს დააბრუნეს გამოუშვეს და საბოლოოდ დააკავეს. მე ვთვლი რომ ეს არის ალბათ როგორც ჩანს მაინც
სწორედ გამოხატულება ამ აი მონური მორჩილების ვიგენის პატრონის მიმართ იხტიოლოგის როგორც მას ბოლო დროს ეძახიან ანუ ივანიშვილის მიმართ და სწორედ მის ხუშტურებზე უბრალოდ მოგიხსენებათ მისი რეჟიმი დღეს არის რთული და იმის მიხედვით მას როდის არ დაეძინება ან როდის გაეღვიძება ან და რა იდეა მოუვა ამ მომენტში აი ის ესე იძლევა დავალებას და მათი განხორციელება ხდება უსიტყვოდ ალბათ დარწმუნებული ვარ თქვათ იგივე ფარცხალაძე ამას ამატებს თავის თქვათ ყაჩაღურ კიდე თვისებებს და იმიტომ ვიღებთ აი ესეთ რაღაც უხეშ და გაუგონა რამბებს. დიახ, ბატონ გევი, წეგან თქვენ საუბრობდით მომავალ არჩევნებზე, ნაციონალურ მოძრაობაზეც მინდა გითხოთ, როგორ მდგომარეობაში, ასე თქვათ, წინა საარჩევნო პარტია სამართლიან თუ სამართლოდ მისი წევრების მიმართ ხორციელდება სხვადასხვა საკეს საგამოძიებო მოქმედებები და თქვენც ძირითადად ამაზე საუბრობთ, მაშინ როდესაც იგივე IRA-ის კვლევა, რომელიც თქვენ ახსენეთ, მიუთითებს რომ მოსახლეობას აინტერესებს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკის წინსვლა და ასე შემდეგ. როგორ პირობებს? აი ამ პრობლემატიკაზე ვილაპარაკოთ, მართლაც ეს კიდევ ერთი აი რასაც ცდილობენ ამ ყველაფრით ეს არის რომ განყოფონ აი მათ მიერ დაგეგმილ რეჟიმში მუდმივად რაღაცაზე პასუხისგაცემის რეჟიმში, მაშინ როცა უნდა იყოს უკვე გაჩაღებული საარჩევნო კამპანია, ამიტომ ჩვენ საბოლოოდ ახლა უკვე დავლაგდით და რა თქმა უნდა ეს მიმართულება იქნება და ყველაფერზე პასუხი გაეცემა, მაგრამ ჩვენ გადავდივართ თლიანად წინა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ეს მიუხედავად იმისა, რომ ადგილებზე მართლაც, ну აი წინა თუ ის განმავლობაში თუნდაც ესე წერტილოვნად სადაც როგორც ჩანს თავის კვლევებიც აქვს, სადაც იქნა აღმოჩენილი, რომ ჩვენ კანდიდატებს მომავალს აქვთ დიდი რეიტინგი და მათ უსწრებთ, ისინი უბრალოდ დააპატიმრეს პირდაპირ ხონის შემთხვევა, თქვა დუშეთის შემთხვევა, იგივე და კიდევ არის ეს ან საქმეები აუძრეს და აშინეს და ასე შემდეგ ჩვენ თვლით რომ მაინც მოახერხებთ ამ რაიონებში ჩვენ მაინც მოვიგებთ და ასე ვთქვათ ეხლა მთელი უფრო ძირითად ძალისხმევა იქნება სწორედ წინა საარჩევნო რეჟიმზე გადართული მე ვფიქრობ ჩვენ ყავს ძალიან მისაღები თბილისელებისთვის კანდიდატი თბილისის მერობის ნიკა მელია ის ძალიან აქტიურია ის უკვე აწარმოებს თავის კამპანიას თუმცა ეს კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდება და რა ვიცი ვისაც უნდა მართლაც იმის მიხედვით თქვათ მომავლის გათვალისწინებით ხმის მიცემა ის ნამდვილად დარწმუნებული ვარ რომ ნარმანიას და მელიაშვილის სწორ არჩევანს გააკეთებს ვინც ამას არ გააკეთებს მე ვფიქრობ კიდევ ერთხელ დარჩება პირში ჩავალა გამოვლებული, იმიტომ რომ ნახავს რომ ეს იყო კიდევ ერთი ექსპერიმენტი, ასე ვთქვათ, ზვიგენის პატრონისა, ისეთი როგორც იყო მარგველაშვილთან მიმართებაში, სწორედ მისი ხათრით, ასე ვთქვათ, 70%-მა ამორჩევლის მიცახმა მარგველაშვილს და ჩვენ ხედავთ ეხლა როგორ ყველანი ერთად, ასე ვთქვათ, ამ ხალხის არჩევანს. და ბატონო გივი, ბოლო შეკითხვა, თქვენი ძმა დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რა საქმესთან დაკავშირებით და ზოგადად რას უკავშირებთ ამ დაბადებას? მართლა რო გითხრათ, ერთ-ერთი შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ არ იყო ჯერ კიდევ დამთავრებული ის კომიტეტის სხდომა, ბესელიას კომიტეტის, როდესაც მას გამომძიებელმა დაურეკა ფინანსური პოლიციიდან და დაპატიჟა დღეს ასე თქვა. დაკითხვაზე რომ ჯერ კიდევ გრძელდება 10 საათია უკვე თითქმის ჩემი ძმა იქ არის, არ მაქვს წარმოდგენა რას უკავშირდება. ეს ყველაფერი ბუნებრივია, მაქვს ეჭვი რომ უკავშირდება იმას თქვათ რომ იგივე როგორც გუშინ მე კომიტეტზე ვიყავი ემოციური შეიძლება ითქვას, აღარ ვიყო ესეთი, ну ეს ბუნებრივია რომ არ შემცვლის მე მგონი არც მაქვს თქვათ ესეთ მოულოდნელობის გზნობა, იმიტომ რომ ბევრი ჩვენთაგანის მეუღლეები, ქალბატონები, მეუღლეები, მამაკაცები, თქვათ მამები, დები, ძმები, ეს უკვე იყო ესეთ დაკითხვებზე, ამიტომ ეს არის ერთეულოვანი შემთხვევა და ეს არნაირად არ შეცვლის ჩვენ გეგმებს, არ შეცვლის ჩვენ რიტორიკას, ეს შეუძლია გააგრძელოს პირდაპირ, ასე ვთქვათ, რიგების დაყენება პროკურატურასთან ივანიშვილმა და საბოლოო ჯამში ეს ამოიწურება, ну ამოიწურება ეს ჩვენი ოჯახის წევრების სიაც ბოლოს და პასუხებზე გაცემა მაინც მოუწევს. კი ბატონო, გივი, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი იყავით. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში დაბრუნებით. ჩემი სტუმრები იქნებიან უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეები თორნიკე თურმანიძე და თამარ კინწურაშვილი. დაგველოდეთ.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში სტუდიაში ჩემთან ერთად არიან უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეები თორნიკე თურმანიძე და თამარ კინწურაშვილი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გიგა ბოკერია დაიბარეს პროკურატურაში. პროკურატურას აინტერესებს თანხების ხარჯვა, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში, როდესაც ის იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ლობისტური კომპანიები არის ის, რაც ხშირად გვესმის და მათთვის გადახდილი თანხა თვითონ გიგა ბოკერიამაც, როდესაც ის გამოვიდა და კეთქვიდან თქვა, რომ მათ შორის ამაზეც ჰქონდათ კითხვები. მოდით თავდაპირველად მაყურებლისთვის, რომ უკეთ გასაღები იყოს, იქნებ ვისაუბროთ ამაზე, რას ნიშნავს ეს ლობისტური კომპანიები და რატომ ჭირდება ეს სახელმწიფოს, თქვათ. ლობისტური და საკონსულტაციო კომპანიების დაქირავება არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტია, მე ვიტყოდი ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა და ისეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, როგორც საქართველო, რომელსაც ძალიან ბევრი საერთაშორისო გამოწვევა აქვს, ხო? მათ შორის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მიერ და ის აწარმოებს ძალიან აგრესიულ კამპანიას აი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვებასთან დაკავშირებით. საერთოდ ეს პრაქტიკა საქართველოში 2007 წლიდან იყო, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს ქონდა კონტრაქტები მთელ რიგ საკონსულტაციო და ლობისტურ კომპანიებთან. ამ ხარჯების ნაწილი ისედაც იყო ღია, კერძოდ ამერიკული ნაწილი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წლიდან მოქმედებს კანონი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და ამ ვებსაიტზე არის ხელმისაწვდომი და შემდგომ უკვე ჩვენც ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა ამერიკული კონტრაქტი, რომელიც ქონდა დადებული. დიდი წილი ქონდა. ეს არის დაახლოებით ალბათ 1/3 შეიძლება მეტი, ანუ ხარჯების საკმაოდ დიდი ნაწილი ისედაც იყო საჯარო და ყველა ორგანიზაციას, რომელიც ითხოვდა ამ ინფორმაციას, ჩვენ ამ ინფორმაციას ვასწვდით და ისედაც არ სჭირდებოდათ, იმიტომ რომ ეს ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი. ეს კონტრაქტები ეხებოდა ძირითადად საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავება, კერძოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე კონტაქტების დამყარება ამერიკულ კვლევით ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან. იყო სხვა, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით დახურული ნაწილი, რაც ეხებოდა ევროპულ სახელმწიფოებს, იმიტომ რომ არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ აქვს კომპანიებს ვალდებულება, რომ განაცხადონ ვისზე მუშაობენ და ჩვენ ვთვლიდით, რომ უფრო ეფექტიანი იქნებოდა ამ კომპანიების და ხშირ შემთხვევაში თვითონ მათი მოთხოვნა იყო, რომ ეს კონტრაქტები ყოფილიყო კონფიდენციალური. ანუ ანალოგიური ამოცანები იყო დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ანუ ამ ქვეყნების აღმასრულებელ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მედიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან მჭიდრო კონტაქტების და რამდენად წარმატებული იყო, თქვათ, ანუ შედეგი რამდენად ჰქონდა? საკმაოდ წარმატებული იყო, რა თქმა უნდა, ანუ მხოლოდ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, ამოცანა, აქ ძალიან დიდი წილი ამ ხარჯების და ჩვენი ამოცანების, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ მოდიოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე და ამ რეგიონების არაღიარებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაზე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კომპანია მუშაობდა, ისინი აწარმოებდნენ საინფორმაციო კამპანიას ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში აი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. ასევე ცალკე მიმართულება ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ტოლუილი და იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების თვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ანუ ყველა მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აზრით საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიოთ ჩვენ, ანუ ჩვენმა წინამორბედებმაც და ჩვენ, იმიტომ რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ცნობადობა და ხილვადობა გახდა უფრო დიდი. შეიძლება ითქვას და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, აქ წამყვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ
წინა წლებში არაღიარების პოლიტიკა არ იყო მხოლოდ დელეგირებული საგარეო საქმეთა სამინისტროზე და მთელი თქვა სახელმწიფო აპარატი იყო ამაში ჩართული, პრემიერ-მინისტრის აპარატი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მათ შორის უშიშროების საბჭოს აპარატი და ყველას ჰქონდა თავისი წილი თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ მიმართულებით. და მე მგონი არაღიარების პოლიტიკაც ახლა იგივე დაუშვათ ბოლო მოვლენები, როდესაც ერთ-ერთმა სახელმწიფომ ტუვალում უკან წაიღო აღიარება არის მაგალითი იმისა, რომ ის წლების წინ თქვა დაბანდებული ეს პოლიტიკა თავის დივიდენდებს გვაძლევს. დიახ, ბატონ თორნიკე, ესევ დაგებრუნებით. გმადლობთ, ქალბატონო თამარ. თქვენ როგორ ფიქრობთ, იძლევა თუ არა ეს, თქვა, იგივე თუნდაც ლობისტურ კომპანიებზე თანხის ხარჯვა ინტერპრეტაციის საშუალებას, ანუ შეძლებს თუ არა პროკურატურა რეალურად ხელჩასაჭიდი იპოვოს რაიმე აი ამ საქმეებში? ფიქრობ, რომ პირველ რიგში თორნიკემ ახსნა კარგად თემატურად რა თემებზე მუშაობდით. ლობისტური კომპანიები ამ შემთხვევაში არის საშუალება, რომ ის პოლიტიკური ამოცანა, რაც აქ ხელისუფლებას განსაზღვრული და წინა ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკური ამოცანა იყო ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორიების თემის აქტუალიზება და არაღიარების პოლიტიკა, სადაც რუსეთი ძალიან დიდ რესურსებს ხარჯავს და ეს იყო, თქვათ, ამოცანა, სწორედ ამ ამოცანის შესრულება ხდებოდა უშიშროების საბჭოს მიერ, რომელიც არის კოლეგიალური ორგანო. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რამდენად არამიზნობრივი იყო ხარჯა, რომელიც შესაბამისობაში იყო ხელისუფლების მიზნებთან, არის აბსურდი სფერო. აქ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე და არა სამართლებრივზე, იმიტომ რომ შესაძლოა არსებობდნენ ქვეყანაში პოლიტიკური ჯგუფები, მოქალაქეები, რომლებიც მიზანშეუწონლად თვლიდნენ ამ პოლიტიკურ არჩევას და ჰქონდათ გაცხადებული საპირწონე მიზნები, რომ საქართველო უნდა იყოს, თქვათ, რუსეთთან, უნდა მოახდინოს ინტეგრაცია დსთ-ის სივრცეში, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი და არა სამართლებრივი საკითხი. საქმეს არის ქალბატონო თამარ, რომ თქვათ, იგივე თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გასულ წლის გამონათქვამები რომ ავიღოთ, ის საუბრობდა იმაზე, რომ პარტიული ინტერესებისთვის იხარჯებოდა ეს ფული და არა ქვეყნის. მაგალითად, ის ამბობდა, რომ დასავლური პრესის, ასე თქვათ, მოსყიდვა ხდებოდა, საუბრობდა Washington Post-ზე, როდესაც იბეჭდებოდა კრიტიკული სტატიები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. იცით რა შეასაქმე, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებები მის შესახებ თუ რა ხდებოდა უშიშროების საბჭოში, წინ უსწრებდა ოფიციალური გამოძიების დაწყებას, იმიტომ რომ მისი დაკვეთა გაცილებით ადრე გაისმა, ვიდრე პროკურატურის წარმომადგენლები ჩვენ ოფისში მოვიდოდნენ და გაეცნობოდნენ ამ საკმაოდ მოცულობით დოკუმენტაციას, სხვათა შორის ენობრივი ბარიერის პრობლემაც ჰქონდათ და საკმაოდ დიდი დრო წაიღო თვითონ გაცნობა. ანუ ჩვენ შემთხვევაში საქმე გვაქვს რასთან, რომ წინასწარ ხდება დაკვეთა, ვინ არის დამნაშავე, ვინ არის მართალი, შემდეგ ხდება გარკვევა და მტკიცებულებების მოგროვება და ამის შემდეგ უკვე აბსურდამდე მიდის სამართლებრივი მსვლელობა ეძლება ყოველივე ამას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვთქვათ, შეიძლება ადამიანს არ მოწონდეს, რას ამბობს მისი პოლიტიკური ოპონენტი, მაგრამ ამაზე პასუხი არ შეიძლება იყოს შურისძიება და მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ჩვენ შევდივართ საარჩევნო ციკლში და თუ გაიზიარებენ უშიშროების საბჭოს იმ გამოცდილებას, რომელიც შეეხებოდა უწყებად შორის კომისიას და დააჩქარებენ ამ პროცესს, იმიტომ რომ კანონი ირღვევა, ალბათ გაცილებით უპრიანი იქნება, იმიტომ რომ ეს პროცესი დაბარებების, პოლიტიკური ოპონენტების პროკურატურაში უკვე სცილდება ყოველგვარ ფარგლებს და თქვენ თვლით, რომ მოტივი თქვათ შურისძიებაა რაღაც პოლიტიკური? იცით რა, ეს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა მანამ, ვიდრე პროკურატურა დაიწყებდა ოფიციალურად გამოძიებას და გაცილებით ადრე მოხდა ამის გაცხადება, ვიდრე ოფიციალური მსვლელობა მიეცემოდა გამოძიებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მათ არ უნდა შეისწავლონ ეს დოკუმენტაცია, მაგრამ უბრალოდ საეჭვოა ის გარემოება, რომ ჯერ ხდება პოლიტიკური დაკვეთა და შემდეგ ხდება ამის შესრულება, ან ვერ შესრულება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ არაერთი სასამართლო პროცესი, საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა ბრალდების არგუმენტები. დიახ, ქალბატონ თამარ, ბატონო თორნიკე, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წეგანაც ვახსენე, ამბობდა, რომ 16 მილიონი დახარჯა ამ უწყებამ მხოლოდ 2012 წელს. ახლა ჯერ არ ვიცით რა თანხებზეა საუბარი, მაგრამ რამდენად რეალურია ეს 16 მილიონი ერთი წელიწადში? აქ საუბარი არის, დიახ, ერთი წლის მანძილზე ამ თანხაზე, ოღონდ აქ შედის მათ შორის გადასახადების თანხა, ხო ზუსტად არ მახსოვს რამდენი არის, მაგრამ ანუ ნაწილი ამ თანხის ისედაც ბრუნდებოდა. თქვათ სახელმწიფო ბიუჯეტში, ანუ ცოტა თქვათ
რაღაც თქვა გაზვიადება ხდება ამ თანხის, მაგრამ ნებისმიერი თანხა იყო დახარჯული კონკრეტული მიზნისთვის და კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, ხო, იგივე თქვა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და აზია, წყნარი ოკეანეთი, აფრიკა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ანუ ნებისმიერ ხარჯს ერქვა თავისი სახელი და ეს იყო თქვა საიდუმლოგრებით, მაგრამ ხდებოდა ხაზინის და ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით ამ თანხების განკარგვა, რაც ხდებოდა პრეზიდენტის დავალებით და ეროვნული უშუალობის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ასე ვთქვათ. ანუ რეალურად ხელმისაწვდომია ის თანხები, რაც თქვა ამერიკულობრივ. პირველივე დღიდანვე, როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება და როგორც კი მათ დანიშნეს ახალი ფინანსთა მინისტრი, მათ ჰქონდათ ცდომა 100%-ით ყველა იმ ტრანზაქციაზე, რომელსაც ეროვნული უშუალობის საბჭოს აპარატი ახორციელებდა არა მარტო 2011-12 წლებში, არამედ მანამდე ყველა წლის მანძილზე. ასე რომ ამ მხრივ ეს თანხები იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. არანაირი რაღაც ეგრეთ წოდებული ნაღდი ფულის და რაღაცა ჩემოდნების ტარება ჩვენს ოფისში არ ხდებოდა და ნამდვილად ვერ აღმოაჩინეს ეს პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომლებიც დაახლოებით 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩვენთან. კი ბატონო, ბატონოსთანიკა დღევანდელ მთავრობაზეც რომ ვისაუბროთ და იმ ლობისტურ კომპანიებზე, რომლებიც მათ ყავს დაქირავებული, თუ არის შესაძლებელი რაღაც შევადაროთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ყავთ ნაკლები, მეც იხდიან ნაკლებს. მათ, ну, ყოველ შემთხვევაში, ეს ვთქვათ, ამერიკული ნაწილი, რაც არის ზია, რამდენიც მე ვიცი, მათ ყავს ორი კომპანია, ერთი კონტრაქტორი და ერთი ქვეკონტრაქტორი. პრინციპში მე მივესალმები იმას, რომ ისინი აგრძელებენ ამ პრაქტიკას, იმიტომ რომ საქართველოს და იმ გამოწვევებს, რომლებიც აქვს დღეს საქართველოს, ნამდვილად სჭირდება ასეთი ტიპის დახმარება საკონსულტაციო ლობისტური კომპანიებს. ევროპაში რამდენიც ვიცი, ერთი კომპანია ყავთ, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მეტი კომპანიის დაქირავება, ოღონდ იმისთვის, რომ მეტი ამოცანა იქნეს შესრულებული. ანუ ჩვენს მიერ შესრულებული ამოცანების დიაპაზონი იყო გაცილებით ბევრი და ჩვენს მიერ დაქირავებული საკონსულტაციო და ლობისტური კომპანიების მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია საქართველოს სასარგებლოდ იყო გაცილებით უფრო მასშტაბური და შესაბამისად ის მოითხოვდა მეტ თანხებს. ეს არის პოლიტიკური გემოვნების და პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. ანუ შენ რამდენ თანხას რა მიმართულებით დახარჯავ და ის რომ დაუშვათ წინა ხელისუფლებას ესე ქონდა პრიორიტეტები დალაგებული, არ არის თქვა საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებების კრიმინალად შერაცხვა მოხდეს. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების ლობირებას? თქვენ როგორც ადამიანი, რომელიც იმ უწყებაში მუშაობთ, რომელიც ამას აკეთებთ. იცით, მე არ ყოფილვარ არც წინა პერიოდში ჩართული უშუალოდ ამ მიმართულებით და არ მაქვს ინფორმაცია, ვთქვათ, დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობაზე, თუმცა ზოგადად შედეგებით ბუნებრივია მე მაქვს უკმაყოფილების გრძნობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი უკმაყოფილებას უნდა მოყვეს, ვთქვათ, რაღაც სამართლებრივი მსვლელობა და შესწავლა, ვთქვათ, რამდენად ეფექტურად იხარჯება საბიუჯეტო სახები, როგორც იგივე მიდგომა შეიძლება გავავრცელოთ დღევანდელ ვითარებაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ საფრთხეების გაცნობა, ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ხშირად მე მეჩვენება მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციულ დონეზე ხდება რაღაც წინა ხელისუფლების ხაზის გაგრძელება, რომ მთავრობა არ არის სათანადოდ ეფექტური და საერთაშორისო ასპარესზე არ ხდება ჩვენთვის პრობლემური საკითხების აქტუალიზება. იგივე უშიშროების საბჭოს ხდომა, ჩვენ გვახსოვს კოაბიტაციურ რეჟიმში, როდესაც ვიყავით, საკმაოდ მკაცრი განცხადებები იყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი რომ აკრებდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიდა პრობლემებს. კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი უშიშროების საბჭო ერთხელაც არ შეკრებილა, მიუხედავად იმისა, ახლა არსებობს უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრემიას პარალელურ რეჟიმში შეიქმნა, თუმცა იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იგივე უკრაინის მოვლენების კონტექსტში, მე მგონია განხილვა არ ყოფილა მინისტრების დონეზე, იმიტომ რომ კონსტიტუცია და კანონი განსაზღვრავს ამ უშიშროების საბჭოს შემადგენლობას. მაგრამ ეს არის ცალკე საკითხი, ანუ ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რაც ხდება დღეს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს გარკვეული მოსაზრებები დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ვაღიარებდეთ გარკვეულ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ ამას არ შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, სამართლებრივი მსვლელობა. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ვთქვათ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, როდესაც დადგება არჩევნები, როგორც საარჩევნო პროცესი რომ იყოს ჩანსაღი პოლიტიკური ოპონენტების განუწყვეტელი დაბარება არ უნდა ხდებოდეს
საგამოძიებო ორგანოებში. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა ორივე თქვენგანთან მექნება, წეგანაც ვახსენე, გაკვირით ასე ვთქვათ, მედიის მოსყიდვა, სტატიების ბეჭდვა, შეკვეთით ასე ვთქვათ, ისეთ გამოცემებში, როგორც არის მაგალითად Washington Post-ი, ეკონომისტი და ასე შემდეგ. რამდენად შესაძლებელია, რომ ლობისტურმა კომპანიამ თქვათ ეს გააკეთოს, როდესაც არის სარედაქციო წერილები, ტექნიკურად, თეორიულად. ის მოსაზრება და ის ჰიპოთეზა, რომ დაუშვათ ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს ის საკონსულტაციო ან ლობისტურ კომპანიას შეუძლია განსაზღვროს ისეთი ავტორიტეტული გამოცემების, როგორც Washington Post და New York Times-ის სარედაქციო პოლიტიკა, ეს არის აბსურდი. აბსოლუტურად. საკონსულტაციო კომპანიების როლი დაუშვათ ხელისუფლებასა და მედიას შორის ურთიერთობის საკითხებში შემოიფარგლება იმითი, რომ მან ფასილიტაცია გაუკეთოს მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რათა ისინი დაინტერესდნენ საქართველოში, ჩამოვიდნენ საქართველოში და დაწერონ სტატიები საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტურიზმზე და ასე შემდგომ. ანუ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც საკონსულტაციო კომპანიების ფასილიტაციის გზით იყო ჩამოსული საქართველოში, ეხლა რა თქმა უნდა, მათ ვთქვათ, პირად მოსაზრებას ვერავინ ვერ დაბლოკავს, მაგრამ მათ ჰქონდათ საშუალება, მათ შორის ჩვენი ხელშეწყობით, რომ შეხვედროდნენ დაუშვათ ნებისმიერ თემაზე, როგორც ხელისუფლების, ისე დაუშვათ ოპოზიციის, ну მაშინ იყო საპარლამენტო ოპოზიცია, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ანუ ყველა ასე ვთქვათ დაინტერესებულ მხარესთან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ურთიერთობის. და ამდენად ისინი აი ურთიერთობის შედეგად და თვითონ თავისი თვალით დანახულ საქართველოს აღწერდნენ და ზოგიერთი სტატია იყო უფრო მეტად პოზიტიური და უშუალოდ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ იყო ნეგატიური სტატიების და ამის არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ну, როცა საუბარი გვაქვს დასავლურ მედიაზე, ხა, მარვამბობ და უშუალოდ რაღაც სხვა ქვეყნების წარმოადგენელ მედიაზე, რომელთან ჩვენ ურთიერთობა არ გქონდა. დიდი მადლობა ბატონ თენკე, ქალბატონო თამარ, ბიძინა ივანიშვილი იმასაც ამბობდა, რომ ის აპირებდა პასუხი მოეთხოვა Washington Post-ის რედაქციისთვის ერთ-ერთი სტატიის შემდეგ. რამდენად სწორია მსგავსი მიდგომა? ან რამდენად შესაძლებელია, რომ ასე დაუკვეთოს სტატია? ჩვენ როცა ვლაპარაკობთ დასავლურ მედიას სტანდარტზე, აქ საფუძველი არის ფაქტებზე ორიენტირებული მედია, ანუ პირველ რიგში მედია ეყრდნობა ფაქტებს და არა პირად დამოკიდებულებებს ამა თუ იმ პირების მიმართ. ну, ეხლა ყოველს თავისებურად ესმის ეს მედია სტანდარტი, სამწუხაროა, რომ თქვათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის წარმოდგენები, თქვათ დასავლურ მედიაზე არის ისეთი, მაგრამ თქვათ იგივე ანგარიშვალდებულებების სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ მედიას საშუალება თუ დაუშვებს რამე შეცდომას, შეასწოროს ეს და აღიაროს საკუთარი შეცდომა, მაგრამ ასე ჩვენ ვერ ვხვდებით ჩვენ პრაქტიკაში. რაც შეეხება იმას, რომ თქვათ ვინმე მოსყიდულია იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს ის თვალსაზრისი ან პოზიცია, რომელსაც ეს მედია საშუალება ასახავს, ეს არის სრული აბსურდი. ალბათ უნდა დაინახოს საკუთარი პრობლემა და საკუთარი შეცდომები იმაში, როდესაც გარე მხარე აბსოლუტურად ნეიტრალური დაინტერესებელი მხარე აფასებს შენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. კრიტიკის არსებობა არის ყველაზე დიდი პრობლემა და თუ კრიტიკას არ მიიღებ ჯანსაღად, ეს ალბათ პირველ რიგში შენი როგორც ან პიროვნების ან ინსტიტუტის პრობლემად შეიძლება იქცეს მომავალში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ცხადია თვალყურს მივატენებთ ამ საქმეს. მგმადლობთ, რომ ჩემი სტუმრები იყავით. ჩვენ უკვე გადაცემის ბოლო ნაწილში დავბრუნდებით. ჩემი სტუმრები იქნებიან იურისტი იაგო ხვიჩია და გიორგი მშვენიერაძე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან. არ გადაერთოთ.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში სტუდიაში ჩემი სტუმრები არიან იურისტი იაგო ხვიჩია და გიორგი მშვენიერაძე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩემთან სტუმრად მოხვედით. დავიწყოთ დღევანდელი ამბით. გიგა ბოკერია დაიბარეს დაკითხვაზე. პირდაპირ დავსვავ ამ შეკითხვას. გიჩნდებათ თუ არა კითხვის ნიშნები რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩელი? იაგო, დავიწყოთ თქვენგან. მოგესალმებით. პირველ რიგში ვთქვათ, ეს არის თუ არა პოლიტიკური პროცესი, რასაც ახლა ვარ თუ ეს არის უბრალოდ სამართლებრივი პროცესი. პირველ რიგში მე მგონი ამ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პოლიტიკური პროცესია, ვინაიდან ეხება მაღალი თანამდებობის პირს, მაღალი თანამდებობის პირს, რომ ამ თანამდებობაზე ერთი კანონი არსებობს ბოლოს და ბოლოს საქართველოში. და ნებისმიერ თანამდებობის პირი, ვინც ამის ხელმძღვანელი იქნება, უკვე არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ის მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესი ისედაც პოლიტიკურ ჭრილშია. გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, თუ ვინ იყო გიგა ბოკერია პიროვნულად. როგორც ჩანს, არა მხოლოდ თანამდებობას აქვს მნიშვნელობა, არამედ ამ თანამდებობაზე კონკრეტული პირის ვინაობას. ახლანდელი უშიშროების საბჭოს მდივანი არის ხომ არ ჩანს აქტიურად. გიგა ბოკერია შედიოდა იმ წინამთავრობის პირველ ხუთეულში, ხო? ძალიან უხეშად რო ვთქვათ, თავის გავლენებით და თავისი გამოსვლებით, აქტივობებით, პოლიტიკური აქტივობებით. ხოლო დღევანდელი თანამდებობის პირი, ვინც ქალბატონი მერლიშვილი თუ არ ვცდები, მაგას ახლა დაახლოებით 20 წელში იქნება ალბათ, სავარაუდოდ. და ეს ისეთი ამბავია, რო ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რო ავიღოთ, იგივე თანამდებობაზე მყოფი ჰენრი კისინჯერი დაუშვათ ან ბზეჟინსკი დაებარებიათ შემდგომი ხელისუფლების დროს პროკურატურაში. ეს ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა პოლიტიკური პროცესი. თუმცა ეს საერთოდ არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესთან ერთად იყოს სამართლებრივი პროცესი. უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, რასაც დღეს მე მგონი საუბრობ და ხშირად მოვისმენთ ქალბატონმა ბესელიამ, თქვა რომ ეს არაფერი არ არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა. შეიძლება ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურაც იყოს, კონსტიტუციაც არის ჩვეულებრივი კანონი, მაგრამ ამავდროულად თლად ჩვეულებრივი კანონიც არ გამოდის. ანუ რაღაცა პოლიტიკური დოკუმენტიც არის. ზუსტად ასევე არის გიგა ბოკერიას დაბარება შეიძლება იყოს სამართლებრივი პროცესი. მეორე საკითხია ამას ამ წუთას ალბათ პასუხს ვერავინ ვერ გავცემთ, რამდენად სწორად მოხდა დაბარება, იყო თუ არა აუცილებლობა. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ეჭვები და მეც მექნება ალბათ დღევანდელ გადაცემის საფუძვლად რა ეჭვები შეიძლება მქონდეს ამ პროცესთან დაკავშირებით. მაგრამ ის რომ ეს პოლიტიკური პროცესია და არ ხდება შემთხვევით და რომ ის იმსახურებს მაღალ ყურადღებას საზოგადოების წევრებისგან, ისევე როგორც დაუშვათ ჰენრი კისინჯერის დაბარება დაიმსახურებდა კარტერის მიერ დაუშვათ პროკურატურაში და დაკითხვა კარტერი პრეზიდენტი იყო იმ დროს ხო შემდგომი. ამიტომ ეს არც ფლაჩოვლებრივი ამბავი არ არის ესე რომ ვთქვათ და ვთქვათ ვიღაცა რიგითი მოქალაქის მაგალითად იაგო ხვიჩიას დაბარება პროკურატურაში აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა იქნებოდა საქართველოს პროკურატურის ისტორიაშიც და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ვიდრე ბატონი გიგა ბოკერიას. კი ბატონო იაგო, დაგიბრუნდებით. გარდა ამისა არსებობს კონტექსტი, ხომ? წინა მოვლენები, ასე თქვა, წინა დაკავებები თუ დაბარებები დაკითხვებზე. გიორგი, თქვენ რას ფიქრობთ მოტივზე, თქვა, სამართალდამცავი ორგანოების? იაგოს დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ ჩვენ ახლა გვიწევს გარკვეულწილად კითხაობა, ნამდვილად დგას თუ არა საჭიროება გიგა ბოკერიას დაკითხვისა კონკრეტულ თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, თუ ეს მხოლოდ არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილში გულისხმობ წინასაარჩევნო პერიოდს, მე ესეთი განცდა მაქვს, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდის ნაწილი, იმიტომ რომ თქვათ, ამ საკითხების შესწავლა, რაც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში ჩვენ გვესმოდა, სანამ ჯერ კიდე პროკურატურა დაიწყებდა ამ საქმეებით დაინტერესებას, ესე ვთქვათ, მანამდე ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, რომ მათ აპრიორი განაცხადეს, რომ იქ თანხების გახარჯვა ხდებოდა არამიზნობრივად, რომ ამ თანხების ბიძინა ივანიშვილის გულისხმობთ, რომელიც მაშინ პრემიერი იყო. პრემიერ-მინისტრი მაშინდელი კი ბატონო და დღეს ესე ვთქვათ, ამ კონტექსტში დაბარება ბუნებრივია იმთავით უკვე აჩენს კითხვას მიმდინარე პროცესის მიუკერძებულობასთან დაკავშირებით, თუმცა სტატუსი მოწმეთ დაბარება პირის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნებისმიერ საქმეზე, უბრალოდ მე კარგად ესე ვთქვათ, შევახსენებ ტელემაყურებელს თქვენს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი მიმართვა ხელისუფლებისადმი, სადაც იყო აღნიშნული, რომ ამ ტიპის პროცედურების წარმოება წინასაარჩევნო პერიოდში აზიანებს წინასაარჩევნო პროცესს, იზიანს აყენებს მას და აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ასეთი ტიპის საქმეების წარმოება, მათ შორის ეს შეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის დაბარებასაც ხომ მოწმეთ.
განპირობებული არა საქმეზე არსებული საჭიროებებით, არამედ შესაძლებელია იყოს განპირობებული სწორედ პოლიტიკური მოტივებით, ეს აზარალებს საარჩევნო პროცესს. სამწუხაროდ ხელისუფლებამ, ესე ვთქვათ, აღნიშნული არ შეისმინა, ესე შეგვიძლია ვთქვათ, და ეს ალბათ ლაქად გაყვება უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მთელი ეს გიგაბოკერია არის ვთქვათ დღევანდელი მდგომარეობით, ხო? მანამდე იყო ვთქვათ იქ მიხეილ სააკაშვილის დაბარებისთელობა, იქ იყო ჟვანია საქმეზე რაღაც ახალი ასე იყო ბენდუქიძის დაბარება, რომელიც ახლა არ არის პარტიჩინოვნიკი, მაგრამ დაბარება და ეს რაღაც იქნება ლაქა იმ ადგილობის მმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში გველოდება, იმიტომ ეს გარკვეულწილად ატარებს მესიჯს საზოგადოებაში, რომ ჩვენ ნახეთ უკვე დავიწყეთ დასჯა ბჭყალებში შურისძიება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და ეს გარკვეულწილად მე ვფიქრობ შეიძლება აისახოს კიდეც არჩევნების შედეგზეც გარკვეულწილად, იმიტომ რომ ადამიანების ნაწილს უჩნდება განცდა, რომ აი ნახეთ ჩემი პარტიის ლიდერებს, როდესაც იბარებენ, ყოველწუთს ატარებენ პროკურატურაში, ან მაღალი თანამდებობის პირები ემუქრებიან დაჭერით და ეს რეალურად ჩნდება, ამაშობა გარკვეული შიშიც გააჩინოს ამომრჩეველთა ნაწილში. კი ბატონო, იაგო გიორგიმ წეგან გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის ძველი გამონათქვამები ერთი წლის წინ ის მაშინ ამბობდა, რომ გიგაბოკერია მისმა უწყებამ გაფლანგა თანხები, მოისყიდა ვაშინგტონ პოსტი და ასე შემდეგ და რომ მას მოუწევდა შემდგომში კითხვების გაცემა პროკურატურაში. კითხვებზე პასუხის გაცემა. Როგორ ფიქრობთ, ამანა განაპირობა თუ არა ახლა პროკურატურის მოქმედება და რაღაც ეჭვებს ხომ არ აჩენს ეს იმასთან დაკავშირებით, რომ ახლაც თქვათ ბიძინა ივანიშვილის დირიჟორობის ქვეშ შეიძლება მოქმედებდნენ ეს სამთავრობო სტრუქტურები? იცით რაშია საქმე? პირველ რიგში სანამ ჩვენ სხვა ეჭვებზე გადავალთ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ის ყველაფერი რაც ამ წუთას ხორციელდება, ჯდება თუ არა სამართლის ჩარჩოში, ანუ კანონიერი არის თუ არა, ესე რომ ვთქვათ. კანონიერება მხოლოდ არ გულისხმობს იმ ნაწილს, რომ მოწმედ დაბარება შეიძლება თუ არა, მოწმედ დაბარება შეიძლება ყველასია, ხა თუ რაღაცას ვიზამთ. ჩემი აზრით, პროკურატურამ ან დამბარებელმა ხალხმა აუცილებლად უნდა თქვას, რატომ იყო აუცილებელი გიგაბოკერიას იქ დაბარება. იმიტომ რომ ახლა როგორც წინათ თქვი, ახლა ეს არ არის ჩვეულებრივი პროცესი. ხო, რატომ იყო, აი რა ტიპის მტკიცებულება ჭირდებოდათ პროკურატურას რა ტიპის საქმისთვის. თქვენ იცით რომ ახლა ეს მაინც უფრო კავშირში არის საჯარო სამართალთან. ეს არ არის კერძო სამართალი, სადაც ან თუნდაც სისხლის სამართალი, იმ თვალსაზრისით რომ ამ კვლელობის მოწვევ გჭირდება ან რაღაც. უფრო არის დოკუმენტური ყველას ამ რასაც იძიებს პროკურატურა არის დოკუმენტური მტკიცებულებები ძირითადად. აქ სხვა ტიპის მტკიცებულებები არის იშვიათად. ამ დოკუმენტური მტკიცებულებების იქით მას დაჭირდა მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც შეიძლება დაჭირებოდა. სანამ თუ ჩვენ პროკურატურა არ გვეტყვის, რომ აი ამისთვის დამჭირდა ეს ყველაფერი, მანამდე ეჭვი ყოველთვის იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ვინაიდან პოლიტიკოსები მონაწილეობენ, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როგორც თქვით ახლა, ეს არ არის უბრალოდ რიგითი საქმე პროკურატურის იმ თანამშრომლისთვის, რომელსაც ეს საქმე აწერია დღეს. ამიტომ თუ არ დაგვიდასტურებენ ამას და ეს არ იქნება ესე გამჭვირვალე რაღაც ყველასთვის გასაგები, გაჩნდება ის ეჭვები, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი თუ ეს ეჭვები გაჩნდება, მაშინ ბუნებრივია გაგვახსენდება ბატონ ივანიშვილის ის განცხადებაც, რომელიც მაშინ ითქვა და ამავდროულად ამას წინანდელი განცხადებაც. სადაც იყო საუბარი, რომ რაღაც ერთ-ერთი თანამდებობის პირი კარგი ადამიანია, მას ორჯერ თქმა არ ჭირდება და სხვა. ნუ ყველაფერი დიახ. აბსოლუტურად ყველაფერი გაგვახსენდება ასე დროს. ამიტომ თუ გამოირიცხა ერთი ნაწილი, რომ ანუ ის რომ ეს ტყუილად არ არის ეს კაცი დაბარებული და მართლა თან ამ წუთას მნიშვნელოვანია მისი დაბარება, მაშინ ის ეჭვიც მოიხსნება, ჩემი აზრით, ბრალდება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და მეორე ახლანდელ განცხადებასთან დაკავშირებითაც. სხვა შემთხვევაში ორივე ეჭვი იქნება, დარჩება და ვფიქრობ, რომ ორივე ეჭვი იქნება ლეგიტიმური. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით მე რო ყოფილიყავი პროკურორი და გადაწყვეტილების მიღები და მდომოდა რომ ეს ეჭვები გამორიცხულიყო და მე ვფიქრობ, რომ სხვათა შორის პროკურატურას თუ ეს პოლიტიკური საკითხია და ჩვენ დავადასტურეთ, რომ ის დადასტურდა ის ფაქტი, რომ ივანიშვილის გავლენის ქვეშ არის დაუშვათ ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირის, მოქმედის ან ყოფილის. ამ შემთხვევაში მიგულისხმება, რომ მათ ჭირდებათ, რომ ეს ეჭვი არსებობდეს საზოგადოებაში, აქ დამალული პროცესი არ უნდა იყოს. მაგრამ ეს ეჭვი თუ იმას ჭირდება, რომ გამიჯნოს პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები ერთმანეთისგან მართლა და ჩვენ გვინ მე ვარ პროკურორი და მინდა რომ არავინ
არ მოაბას ამას ეგრეთ წოდებული კუდები და არავინ არ თქვას, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. თუმცა ეს ვერ მოხერხდა იგივე წინა შემთხვევაში, რომ მაგალითად როდესაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა ჩემი აზრით. ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის გაკეთება. ვთქვათ, პროკურატურას თუ მაინც და მაინც აუცილებელი იყო გიგაბოკერიას დაკითხვა, ეთქვა, რომ მას დაკითხავდა ადგილზე და არ დაიბარებდა პროკურატურის შენობაში. მე მესმის ახლა რომ ეს ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სხვას თუ იბარებენ, ეს რატომ უნდა მოხდეს, რატომ უნდა დავარღვიოთ წესი, რომელიც არსებობს, მაგრამ ვინაიდან გააქვს არაორდინალური სიტუაცია, ვინაიდან არ გინდა შენზე ილაპარაკონ როგორც პოლიტიკურად მოტივირებულზე, საერთოდ არ გაჩნდეს ეს ეჭვი. ამიტომ გიგაბოკერიას დაკითხვა შეიძლება სხვა ადგილას პროკურატურის შენობის გარეთ და ეს ეჭვები საერთოდ ამხელა ხმაური ამას არ მოყვებოდა. საერთოდ არ მოყვებოდა, იმიტომ რომ დატოვებდა შტაბ-ეჭილებას საქმიან გარემოში ადამიანისგან გარკვეული ჩვენების მიღების უკიდურესი აუცილებლობის. კი ბატონო, გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა პროკურატურას თქვათ იგივე რესურსი, რომ გააქროს კითხვის ნიშნები ამ საქმის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით? ჩვენ ახლა რასაც ვჯელობთ, ეს ეჭვები, რა თქმა უნდა, არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ დღეს ვახდენთ სწორედ ამ ეჭვების დეკლარირებას, ხო ესე ვთქვათ. მაგრამ საბოლოოდ ჩვენ შეგვეძლება ამ ყველაფერს პასუხი გავცეთ მას შემდეგ, რაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება, სწორი ესე იქნება უფრო, მივა დასასრულამდე და ეს დასასრული მოხდება აუცილებლად დღეს ხვალანზე, იმიტომ შეიძლება იყოს ერთი თვე, ერთი წელი, მაგრამ რამდენი ხანი გაგრძელდება, ხო საქმე ოდესმე უნდა მივიდეს დასასრულამდე. თუ კი გამოიკვეთა ვინმე კონკრეტული პირის ბრალეულობა რაიმე დანაშაულში, ჩვენ უკვე შეგვეძლება კონკრეტული დოკუმენტებით ვიმსჯელოთ, მათ შორის იმაზე, რამდენად იყო საჭირო ბატონი ბოკერიას ჩვენება და რა კითხვები დაუსვეს მას და რამდენად იყო შემხებლობაში სავარაუდო დანაშაულთან, ისევე როგორც ვთქვათ, თუ კი არავის ბრალი არ იქნა წაყენებული არავის ამ საქმეზე, ეს საქმე არქივდება, ადმინისტრებას დაქვემდებარებული დოკუმენტი ხდება და მისი ხელმისაწვდომაც შეიძლება იქნეს მიღწეული. აქ თავარია რომ ეხლა დღეს კონტექსტი რაც ჩვენ გვესმოდა რომ აქ საუბარი არის საიდუმლო მუხლებით გახარჯულ თანხებზე და ამ მუხლების ესე ვთქვათ შინაარსი, კონტრაქტების შინაარსი არ გახდება საჯარო, მეც მესმის რომ აქ სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი, უბრალოდ თავად ფაქტი რომ ამ ტიპის ურთიერთობებზე რომლებიც სახელმწიფოს ჰქონდა სხვა ლობისტურ კომპანიებთან გამოძიების დაწყება და ამის ესეთი პოპულარიზაციას თავად რამდენად კარგი მესიჯია იმ კომპანიებისადმი, რომელთაც შენი კონტრაქტორები იყვნენ და ისინი რამდენად იქნებიან დაინტერესებული, რომ მომავალში შენთან გააგრძელონ ამ ტიპის საქმიანობა. ჩვენ არ ვცხოვრობთ დღეს იმ ტიპის მსოფლიოში, სადაც იარაღის ღარუნით წყდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. ესე ფიქრობს მხოლოდ ერთი ჩვენი მეზობელი, რომელიც ჩვენი მტერიც არის ამავდროულად შეგვიძლია ვთქვათ. დანარჩენი საკითხების მოპოვება სჭირდება დიახ აქტიური ლობისტური საქმიანობა და ეს საკითხები შესაძლებელია იყოს პალიტრაში ძალიან ბევრი რა მრავალფეროვანი დაწყებული ვთქვათ იმ პრობლემების თანმიმართებაში რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია ეს არის ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ასევე შესაძლებელია იყოს სხვა არანაკლები მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით მაგალითად ტურისტული ესე ვთქვათ ტურისტული სეგმენტის პოპულარიზაცია და ესე შემდგომ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა სად იხარჯებოდა, რომელ ლობისტურ კომპანიებთან იხარჯებოდა ეს ფული ერთი საკითხია, მაგრამ მეორე ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესი სწორედ ავტორიტეტის შელახვა სახელმწიფოსი სხვა ამ კომპანიების, რომლებიც შესაძლებელია ხვალდაზე პერსპექტივაში შენი პარტნიორები. საქართველოს ახლავს ლობისტები და კი, საქართველოს დღესაც ყავს, უნდა ყავდეს ფიქრობთ ესე ნამდვილად, იმიტომ დღესაც უნდა ყავდეს, ხვალაც უნდა ყავდეს აუცილებლად და უნდა ყავდეს გაცილებით მეტი, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს უფრო მეტი 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი შესაძლებლობების მქონე მატერიალური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო, რომელიც რა თქმა უნდა ლობისტებში შეიძლება ვერ ხარჯავს, არ ხარჯავს უფრო სწორად იმდენს, მაგრამ ხარჯავს სხვა რამეში. გიორგი, თქვენ წეგან ჩამოთვალეთ მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, დაკითხვებზე დაბარებები და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აღმოჩნდა იგივე თუნდაც მოახლოებული არჩევნების შემაკავებელი ხელისუფლებისთვის, ან თუნდაც მოახლოებული ხელმოწერა ასოცირების შეთანხმებაზე? არჩევნები, იმიტომ რომ ხელისუფლებას ასე ვთქვათ, რეიტინგი ჯერ კიდევ აქვს, მას არ აქვს რაღაც საბაბი იმისთვის, რომ ვიღაც დააშინოს, იმისთვის, რომ ხმა მიიღოს. ხო, მე ერთი რამ ეს არის პირადად ჩემი განცდა ეხა და არა ვარ პოლიტექნოლოგიების სპეციალისტი, ბოლოს როგორც მოქალაქის პოზიცია შეიძლება ისე ვთქვა, მართალია ხელისუფლებას არ აქვს ეს ვთქვათ განსაკუთრებული პრობლემა არ შეინიშნება არჩევნებში იმასთან დაკავშირებით, რომ ის წააგებს ამ არჩევნებს ყოველ შემთხვევაში ყველგან აქვს შანსი რომ მოიგოს და ეს შანსი რეალურია. თუმცა არც ისე დრამატული რომ მაგრამ აქ თავარი არის რომ ალბათ ლოგიკური კითხვები რომლებიც გაჩნდება ხელისუფლების მიმართ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში ეს კითხვები იარსებებს
და ხალხის ნაწილის այս აგრესიული მცირე ჯგუფის მოთხოვნა, რომელიც კვლევები როგორც ადასტურებენ 3-5%-ით მერყეობს, რომლებიც ითხოვენ ამ გაურკვეველი სამართლიანობის აღდგენას, იმიტომ რომ უკვე გაურკვეველი გახდა აბსოლუტურად რა პროცესს აბავენ სამართლიანობის აღდგენას, იმიტომ რომ ეს ხშირად აღიქმება საზოგადოების მხრიდან როგორც კონკრეტული ადამიანების თუნდაც უმიზეზოს ანგარიშწორებაში და თუ კი ამით უნდა რაღაც ამ მცირე ჯგუფის გულის მოგება ხელისუფლებას რომ აინახეთ ჩვენ რა ვქენით, ბუნებრივია ეს გასაგები ხა. ის რომ განცდა აქვს ვიღაცას რომ თქვათ ფული რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ხარჯავდა ამ ფულით ეს თქვათ საერთაშორისო დონეზე რაღაც ჟურნალისტების მოსყიდვა ხდებოდა და აქედან გამომდინარე ამიტომ უნდა აგონ ამ ადამიანმა პასუხი ეს მე მგონი სასახად უტოპიურია ვინც კი ვისაც კი ოდნავ მაინც შემხებლობა აქვს გავსაკითხებთან. ერთადერთი რაც რჩება ეს არის რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღების გადატანა მოხდეს იმ საკითხებზე რომელიც ამოტივტივი და მე კარგად მახსოვს იგივე ჟვანია საქმე მაგალითად ხო საპრეზიდენტო არჩევნების წინაც უცებ აქტიური გახდა გარკვეული პერიოდით. ანუ ამ საქმეების ამოტივტივება ხდება პერიოდულად არჩევნების წინ, მერე მიწყნარდება ეს საქმეები ბუნებრივია, შემდგომ კიდევ მე ვფიქრობ ეს ბოლო არჩევნებია, როცა ამ ტიპის რესურსის გამოყენება ხელისუფლებას ხელაწიფება, იმიტომ რომ მომდენო არჩევნები უკვე იქნება დროში საკმაოდ მოშორებული და ამას აზრი აღარ იქნება და ცდილობს ეს ვთქვათ კოზირი, რომელიც ქონდა შენახული დღეს გამოიყენოს. კი ბატონო და ბოლო შეკითხვა მექნება ნაციონალური მოძრაობა ამბობს რომ ეს გიგაბოკერიას დაბარება ვთქვათ გაკეთდა შალვა თათუხაშვილის საქმის გადასაფარად და ამაზეც მინდა გკითხოთ გუშინ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო პარლამენტში პროკურატურა ცდილობს რომ რაღაც თავის არგუმენტები წარმოადგინოს მე მაინტერესებს თქვენთვის თუ არის დამაჯერებელი პროკურატურა ამ საქმეში პროკურატურა რომელ საქმესთან დაკავშირებით თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამწუხაროდ თათუხაშვილის საქმეს ესე დეტალურად არ ვიცნობ ამ მომისმენია მხოლოდ ტელევიზიის და პრესის მეშვეობით ამიტომ თავ შევიკავებ რამე კონკრეტული სტვისგან მე უბრალოდ ისევ ამ საკითხს დავუბრუნდები ისე არ მინდა რომ დღევანდელი გადაცემა მორჩეს ეს არ თქვა ამავდროულად აი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაბარება მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით სადაც 100%-იანი მტკიცებულება არდებს რომ მათ რაღაც პირადი მიზნით გამოიყენეს თანხა დახარჯეს თქვა თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აგიტაცია პროპაგანდისთვის და არასახელმწიფო მიზნებისთვის ბადებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რისკს რომელიც საჯარო სამართალში ყოველთვის ჩანს ხოლმე როდესაც ამას ვეხებით იმას რომ სხვა მომდევნო თაობა რომელიც სხვა თანამდებობის პირები რომელიც არიან დღეს პოლიტიკურ თანამდებობაზე თავ შეიკავებენ რეფორმებისგან, ხორციელებისგან და მკვეთრი ნაბიჯებისგან. ვინაიდან პროკურატურას შეუძლია, როდესაც ადამიანი რომელიც რეფორმას აკეთებს, ყოველთვის იმ რაღაცა დადგენილ სტანდარტს, რომელიც დადგენილი არის ადამიანის გონებაში, თქვათ, არა კანონში, სხვათა შორის, არამედ ადამიანის გონებაში, რაღაცა ფორმით როგორ ჩანს აბიჯებს. ანუ ის ამბობს, რომ აქამდე იყო რაღაცა ესეთი სიტუაცია, მე ამას ვცვლი. ანუ არსებული შეცვლა ყოველთვის მტკივნეულია ხოლმე. აქედან გამომდინარე ჩვენ ხო ზუსტად ვიცით რომ შევარდნაძის ეპოქაში არანაირი საბიუჯეტო თანხები უცხოურ ლობისტებზე არ იხარჯებოდა და ეს რა შედეგიც მოიტანა ამან გასაგებია ჩვენ ხვდებით რომელი მთავრობა უფრო ეფექტური იყო საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ხო ასევე თუნდაც შედეგები მაშინდელი პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ დახარჯული რესურსები მათ შორის არა მხოლოდ ფინანსური არამედ ნებისმიერ სხვა ტიპის რესურსები რომელი უფრო ეფექტური იყო ამიტომ ცუდი არის ის ფაქტი რომ როდესაც კანონდარღვევა ცალსახად არ აგვაქვს როდესაც ადამიანი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას რომელიც მას კანონში უწერია მას შეუძლია და ეს უფლებამოსილება რო არსებობდეს დღევანდელი მთავრობა ხო არ გააკეთებდა ანუ ლობირებაზე ფულის დახარჯვა სახელმწიფოსთვის გასაგები ამბავი, ანუ ეს ყველა სახელმწიფო ამას აკეთებს. და ამ დროს, როდესაც ამბობ, რომ თქვენ დახარჯეთ არასწორად და ჩვენ სწორად დავხარჯავთ, უკვე არადამაჯერებელია, იმიტომ რომ იმ ადამიანს, ვისაც ავალებ, რომ სწორად დახარჯოს, გარკვეული ტიპის შიშები უჩნდება, რომ და ეს მარტო ფულის ხარჯვას და ლობისტებზე არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში სხვა მინისტრიც ხო უყურებს ამას. ის მინისტრიც ამბობს, რომ აი, იცი რა, ეს ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებდა მკვეთრად. ანუ არა ისე, რომ რაღაცა 100.000 კი არ დაუხარჯავს, არამედ 16 მილიონი დახარჯა. ანუ ეფექტურად მუშაობდა, მათ შორის შედეგები შეიძლება იყოს 100-ჯერ მეტი და 1000-ჯერ მეტი, რაც 16 მილიონს მოყვება. შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ ხო ამას ვცდილობთ რომ უკეთეს შედეგი მივიღოთ. ამიტომ მე როგორც კი გადავდგამ ნაბიჯებს ეფექტურობისკენ, შეიძლება მომავალ რაღაცა ცუდად შეხედოს და თქვას დანგბარონ პროკურატურაში რატო გააკეთეს. კი ქონდა უფლება, მაგრამ ნუ რა საჭირო იყო ახლა შეგეძლო ეს ფული, რომელიც აი ამაში დახარჯე გასაგები, ანუ მოტივაცია საკარგუნებს მათ რომ რამდენი გააკეთონ ახალი აზრი. სახელმწიფო ბიუროკრატიის მოშლას იწვევს რაღაც დონეს, რომელიც სხვათა შორის არანაკლებ მნიშვნელოვანია თუნდაც რუსეთთან დაკავშირებული საფრთხებთან საბრძოლველად, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ. იმიტომ რომ მოშლილი ბიუროკრატიის შემთხვევაში ჩვენ უკრაინის მაგალითი ვიცით და უკრაინის მაგალითში თავარი პრობლემა ჩემი აზრით ის რაც გაბედა ბატონმა პუტინმა
დაკავშირებულია არა მხოლოდ მის იმპერიალურ რაშთთან, არამედ ატომ ახლა ეგრე ალიასკაში რატო არ მივიდა? ალიასკაც ხო რუსეთის ძველი ნაწილი იყო და მისი მოსაზრებით, ხო? ხოთშორის გაისმა კიდეც მოსაზრებები, რომ ის უნდა ჩვენ სხვათა შორის უნდა ვიოცნებოთ, რომ მან იქეთ ალიასკასკენ მართოს თავისი ყურადღება და იქ მე მგონი გასცემენ მას საგადრის პასუხს. ამამედ იმან რომ უკრაინაში მან ვერ დაინახა ის შეკრული ბიუროკრატია, ის ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელიც მის ზრახობს შეაჩერებდა. ამიტომ სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ლობისტებში ფულის დახარჯვა და სხვა ეფექტური ნაბიჯების გადადგმაც, რომლის ახსნაც სხვათა შორის მე შეიძლება ჩვენ იმ ბიუროკრატიას, რომელიც ახლა ამ წუთას მოქმედებს და მოუხდეს იგივე პროკურატურაში, ან პოლიტიკურად აგოს პასუხი. ამიტომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება დღის წესრიგში, აქ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. იმიტომ რომ უნდა გავუმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პროცესი და სისხლის სამართლებრივი პროცესი. ესე მარტივი ეს არ არის ჩემი აზრით. დიდი მადლობა იაკო. გიორგი თათუხაშვილის საქმეზე თუ შეგიძლია მცირე კომენტარის გაკეთება, არასამთავრობოებს ამაზეც გქონდათ განცხადება. ჩვენ ორგანიზაციას ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია, რომელიც გამოიხატა საჯაროდ. ფაქტია, რომ ეს საქმე ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს და ამ საქმესთან მიმართებაში არსებულ კითხვებს ცდილობას იმისა, რომ პროკურატურას გაეცა პასუხი, ესე ვთქვათ, არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი საზოგადოებისთვის პასუხების მისაღებად კითხვებზე. დღეს ექსპერტიზის დასკვნაც გამოქვეყნდა, სადაც როგორც ადვოკატი აცხადებს, დიახ, ალტერნატიულს, როგორც ადვოკატი აცხადებს, ბატონ თათიხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მიყენებული არის სავარაუდოდ რაიმე მკრივი ბლაგვის აგნის არაერთჯერადი ზემოქმედებით. ეხლა სად მოხდა, როგორ მოხდა, ფაქტია, რომ ეს ამ საქმეში ყველაფერი კარგად არ არის. მაგალითად, რას ქვია, რომ მოწმე აღმოაჩინეს, რომელიც სპეციალურ დაცვის ღონისძიებები ხორციელდებოდა მის მიმართ, აღმოაჩინეს სადღაც რესტორანში და პოლიციამ წამოიყვანა, განაცხადა, რას ქვია, მოწმე წამოიყვანა, დააკავა? თუ წამოყვანა, რას ქვია, რაღაც ახალ ტერმინებს თავაზობს ხოლმე სამართალდამცავი ორგანოები და ის რაც თითქოს და გამართლება იყო და ახსნა იყო იმის ყველაფერი რაც მოხდა, ორ ეპიზოდში გამოავლინა, რომ თათუხაშვილს ფაქტობრივად ორჯერ უკანონო დაუკვეთეს თავისუფლება. იმიტომ რომ მოწმის დაკავება არ შეიძლება და მოწმის წარმოდგენა თუ კი ხდება, ისიც იმ შემთხვევაში ხდება, თუ კი მოწმე ნებაყოფლობით არ ცხადება საგამოძიებო ორგანოში და ამ შემთხვევაში აუცილებელია სასამართლო ბრძანება. ასე რომ რასაც ყვებიან თვითხილველები ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში იყო ჩართული, არის ის, რომ ფაქტია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა რეგ შემთხვევებში კანონის გადამეტებას, მაგრამ ის ძირითადი საკითხი, თუ რამ გამოიწვია დაზიანებების არსებობა თათუხაშვილის სხეულზე, დაუქვემდებარა რა თუ არა ის შესაძლო არა ადამიანურ ღირსების შემლახავ ან მოპრობას ან წამებას, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს აუცილებლად კომპეტენტური ორგანოს მიერ და ჩვენი ხედვით ეს კომპეტენტური ორგანო ვერ იქნება სამწუხაროდ პროკურატურა. კი ბატონო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ის ორგანო, პროკურატურა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების დობის დაბალი ხარისხის გამო ამ საქმესთან მიმართებაში ამ საკითხის, ასე ვთქვათ, სანდო დასკვნის გაცემა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გემშვიდობებით. დიდი მადლობა მაყურებელსაც, ფოკუსი ორ შაბათამდე გემშვიდობებით.